მოგესალმებით. ეს ციგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორჩიფანიძე ვარ და დღეს ციგნების თაროს 22 სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის თამაში შედგება, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ტრუბადური და კარიატიდა. გამარჯობა მოგესალმებით. როგორ ხართ? ჩვენიურად. კარგად. თავარი სათამაშო განწყობა თუ გაქვთ? ეგრეა. ჩვენიერია, ძალიან კარგი. მე გეტყვით რომ თამაშის ბოლოს დასაჩუქრდებით ციგნების თაროსგან, მაგრამ თავარია იბრძოლოთ, თქვენი მაქსიმუმი დადოთ, რათა გააგზავნოთ ბრძოლა მთავარი პრიზის მოსაპოვებლად, რომელიც ჩვენ შოუში ტრადიციულად გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. მე გეტყვით რომ ციგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი და გუნდებს კი ვკითხავ, დავიწყოთ თუ არა თამაში. დავიწყოთ თამაში ციგნების თარო. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. გამოიცანით პერსონაჟი, რომელიც პირველად მე-19 საუკუნის ინგლისურ ლიტერატურაში ერთ საოცარ სამყაროში გამოჩნდა. წიგნი წარმოსახვისა და აბსურდის სინთეზით ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული ტექსტია. ნაწარმოები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ის 174 ენაზე ითარგმნა. ავტორს უშუალოდ წიგნის იდეა საკუთარი მეგობრის შვილებთან ერთად ყოფნისას მოუვიდა. როცა 4 ივლისს ერთ-ერთ მდინარეს ნავით მიუყვებოდნენ. აბა ტრუბადური გახსნის თუ არა ანგარიშს ახლა? პერსონაჟი. პერსონაჟი უნდა დაასახელოთ. რიჩარდი? ეს პერსონაჟი არის აი, არ გახსოვს სახელი. არ გახსოვთ. კეთილი. მაშინ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ შეკითხვას კარიატიდასთვის. საინტერესოა, რომ გამოსაცნობი გმირიც სწორედ მათგან ერთ-ერთი სახელს ატარებს. დასასრულს გეტყვით, რომ პერსონაჟი სიზმრისეულად აღწევს სიურეალისტურ რეალობაში, სადაც ლოგიკა და რაციონალური წესები მუდმივად იმსხვრევა. ალისა. ხო გამოვიცანი რომ ალისა. საოცრებად ქვეყანაშია, რაღაცა. ერთ საოცარ სამყაროში საოცარ სამყაროში პერსონაჟი. ეს არის ალისა ან ელისი, როგორც ვენებოთ ნამდვილად. ბოლო თარგმანით ელისი. დაუწოდოთ ჩვენ თამაშის დაწყებამდე უთხარი რომ ალისა მოვიდოდა პერსონაჟად და გავარტყი. აბა ციტატაში რა მოდის? ეგაც გითხარი ბარემ და შევწყვეტ. რომ გამოვიცნო შემიცვლით და არ მინდა. კი, ნამდვილად. მოდი, ყურში უთხარი, მე არ მითხრა და. მეორე რაუნდი. ციტატა. როდესაც მართლმსაჯულების სახელით დანაშაულის საზოგადოებრივი დევნა აღსრულდა, ჯერი მიდგა 1000 პირად შურის გებაზე. აქაც ისევე როგორც დიდ დარბაზში, ყველაზე მეტად ქალები ხმაურობდნენ. ყველას რაღაც ჯავრი სჭირდა. ზოგს მისი ბოროტის აქციელის, ზოგს მისი სიმახინჯის გამო. ოი ანტიქრისტეს ნიღაბო კიო და ერთი ქალი. ჰეი ცოცხის ტარის მხედარო უყვირა მეორემ. რა შემაძრწუნებელი სახის ნაოჭებია ღრიალებდა მესამე. ეგ კიდევ რა? აბა ისევ ტრუბადური ეცდება. ვერსიის დონეზე იყოს ალისფერი დამღა. ალისფერი დამღა. გასაგებია, რასაც მიემართება თქვენი ვერსია, არ არის სწორი პასუხი, სამწუხაროდ. არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ კარიატიდასთვის. ეგ კიდევ რა, განაგრძო ერთმა ბებერმა ქალმა. ასე რომ იმანჭება სამარცხვინო ბოძზე, რა იქნებოდა სახრჩობელაზე. როდისღა დაგეცემა თავზე დიდი ზარი და ჩაგიტანს მიწაში 100 ფუტზე წყეულო ზართა მრეკავო. ეგ არის კაცო, გაჭირდა. არის ღვთისმშობლის ტაძარი. არიზის ღვთისმშობლის ტაძარი. უშნო კაცი და ზართა მრეკვაო და ის არის, რა ქვია. იმაზეა, რა ქვია. კვაზიმოდი. სხვა ზართა მრეკავები ლიტერატურაში. აი ახლა. მრავლად არიან ზართა მრეკავები ლიტერატურაში. თუ მის მიღმა. ეს სწორი პასუხია ნამდვილად. მეგობრებო, ეს არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. კვაზიმოდოს მიემართებოდა მთელი ეს წყეულაკრულვა ნამდვილად. ბოლოში იმასაც გეტყოდით, რომ ბრუციანო, ურჩხულო, კუზიანო, აი ესე მთავრდებოდა მისი ლანძღვა.
6-0 გახდა ანგარიში, გავაგრძელოთ ისევ თამაში. მესამე რაუნდი, დოკუმენტური. გამოიცანით ნაწარმოები, რომელსაც მკითხველი გასული საუკუნის 60-იან წლებში გაეცნო. რომანი თავიდან The New Yorker-ში ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა. 1966 წელს კი ერთიან წიგნად გამოიცა და მყისიერად იქცა ბესტსელერად. ნაწარმოებში აღწერილი ამბებით ავტორი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 1959 წლის ნოემბერში გაზეთში პატარა სტატია წაიკითხა. ეს უკანასკნელი ფერმერთა ოჯახის ხელისაუკანკალებლად. ხელისაუკანკალებლად 60-იანი წლები არის და ამბები, ყველაბების ამბებია თან რომანი ახსენე. ფერმერთა ოჯახში. ირახან რომანი ახსენეთ ეგრევე გვიფიქრე. ხელისაუკანკალებლად დააჭირა ღილაკზე ხელი მარიამაც და კიდევ 3 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. ნამდვილად In Cold Blood, როგორც არის ტრუმენ კეპოუტის ძალიან ცნობილი ნაწარმოები, ნამდვილ ამბებზე აწყობილი და ნამდვილი ამბების მიმოხილვა მისი შეფუთვით, ხელისაუკანკალებლად არის ქართულ თარგმანში ეს წიგნი. ვაგრძელებთ მეოთხე რაუნდი. სხვადასხვა. დაასახელეთ ტოპონიმი, რომელიც 21 საუკუნის დასაწყისში გამოცემულ რომანში გვხვდება. და შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ერთგვარად პერსონაჟიც კია. გამოსაცნობ ადგილს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ისტორიულ წყაროებშიც ძველი დროიდან გვხვდება. მე-11 საუკუნეებში ის ვანანდის სამეფოს დედაქალაქი იყო. თუმცა 1065 წლიდან მას ბიზანტია დაეუფლა. 2012 წლის მონაცემებით გამოსაცნობ ადგილას 78,000 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეცხვარეობა, მერძევეობა და ხალიჩანაშია კი, სტამბოლი. სტამბოლი. 78,000 ადამიანი. არა, მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. ალბათ, ხო, შეიძლება. ხო გითხარით პერსონაჟია. ერთ ქუჩაზე არ არის ეს სწორი პასუხი. არ არის ეს სწორი პასუხი. ამჯერად ტრუბადურს აქვს საშუალება მოისმინოს შეკითხვა ბოლომდე. ხალიჩებისა და უხეში ქსოვილების წარმოება, ასევე აქ მოქმედებს კარაქისა და რძის ქარხნები. ლიტერატურაში ის თურქი ნობელიანტი ავტორის ტექსტში გვხვდება, რომლის მიხედვითაც მთავარი პერსონაჟი, პოეტი და პოლიტიკური დევნილი, სამშობლოში დაბრუნებისას სწორედ ამ ქალაქში აღმოჩნდება. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ. იმას რა თქვა, რომ წესაი ნობელიანტი და არსებობს მაშინ და ის პერსონაჟი არის. პოლიტიკური რაღაც ყარს. ხარჯი მოყოლი მაშინ მიტყოდა რომ ეს 1500 სამი, 2, 1 ამწურა 30 წამი, მაგრამ დააჭირა ტრუბადურმა. ყარს. რა? ყარსი. რომელი არის თურქი ნობელიანტი, ეგაც მითხარით? ორჰან ფამუკი. ეს სწორი პასუხია მეგობრებო. ეს სწორი პასუხია. ნამდვილად ყარსი არის ორჰან ფამუკის თოვლის სამოქმედო არეალი, ასე ვთქვათ და შესაბამისად 9-2 ხდება ანგარიში. გავაგრძელოთ თამაში. 4 რაუნდი ამოიწურა, შესაბამისად ახლა შემეცნებითი ვიდეო რგოლი უნდა ვნახოთ და აი მერე უკვე გავაგრძელოთ თამაში. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ პარიზელები ღვთისმშობლის ტაძარს უსარგებლოდ ძველ შენობად აღიქვამენ. ახალი მთავრობა მის დაანგრევას ან სრულიად გადაკეთებას გეგმავს. ლეგენდის თანახმად ჰიუგო თავს კარადაში იკეტავს, რათა სახლიდან გასვლის ცდუნება არ ჰქონდეს და რომანს დასრულებამდე განუწყვეტლივ წერს. რომანის გამოსვლის შემდეგ იწყება ეროვნული მოძრაობა, რომელიც ნოტრ-დამს იცავს. ნაწარმოები ხშირად ადაპტირდება თეატრში, ოპერაში, ბალეტსა და კინოში. 2019 წელს ღვთისმშობლის ტაძრის დაწვის შემდეგ რესტავრატორები ერთ-ერთ წყაროდ ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებს იყენებენ. ვაგრძელებთ წიგნების თაროს, შემდეგი რაუნდით ვაგრძელებთ ბუნებრივია მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. ახლა კი თქვენ უნდა დაასახელოთ ერთგვარი ტერმინი, რომელიც პირველად რამდენიმე საუკუნის წინ იხსენიება.
მისი წარმოშობის შესახებ მეცნიერებს შორის აზრები იყოფა. მაგალითად, დეჟანდური ჩიში წერს, რომ იგი შესაძლოა ძველი სერბული სიტყვიდან ჩელჟედიდან იყოს წარმოშობილი. მას დღემდე იყენებენ ადგილობრივ დორიულ დიალექტზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ შოტლანდიაში და პირდაპირ თარგმანით შესაძლოა მამაკაცის სინონიმად მივიჩნიოთ. გამოსაცნობ სიტყვას ხვდებით სტივენ კინგის ბნელ კოშკშიც, თუმცა იგი ყველაზე ცნობილი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ბრიტანელი ავტორის ნაწარმოების სათაურიდან გახდა. მასში მოქმედება ახალგაზრდა მამაკაცის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ევროპაში მოგზაურობს და ამით თითქოს ნაწარმოების ავტორის გზასაც იმეორებს. აჭერს კარიატი და ჩაილდი. ჩაილდი. ხო. კაცი. ვინ არის ჩაილდი? ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობა ბაირონის. და იმეორებს ავტორის გზასაც ერთგვარად, იმეორებს რომ ავტორმა ნამდვილად. მოიარა საბერძნეთი, თურქეთი და ასე. ეს არის ჩაილდი ნამდვილად. ეს წოდება ერთგვარი სტატუსი არის ჩაილდი ნამდვილად, რომელიც ყველაზე პოპულარული ბაირონისგან არის, თუმცა ვიქტორიანულ ლიტერატურაში უფრო ისეთი ნაცნობი სტატუსი იყო, ასე ვთქვათ. ეს სამი ქოლაა კარიატიდას აქტივში. მეექვსე რაუნდი, ასოციაცია. ომი, ნისლი, ცეცხლი, მზე, ტყვია, მინდორი, იმედი, სიყვარული, ცა, მცენარე, კაბა, გაზაფხული, მტკვარი, თაწმინდა, თხოვნა. ხო, ნუ წერა. თხოვს რო არ ხო, აღარ მომწერო. ვისი ლექსია? მირზა გალავანის. ნუ მწერ რომ ბახში აყვავდა ნუში, ეს სწორი პასუხია რა თქმა უნდა, ეს არის მირზა გელოვანის სული შემძვრელი ლექსი ნუ მწერ, რომლის მიმართაც ასოციაციური ცნებები ჩამოვთვალეთ სწორედ ჩვენს კითხვაში. ყოჩახ, რომ დაიჭირეთ ეს ასოციაციები. მეშვიდე რაუნდი, ავტორი. გამოიცანით ავტორი, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში ნიუ-ჯერსის შტატში დაიბადა. ბავშვობაში მას შინაურ ცხოველებად რამდენიმე პატარა კუ ჰყავდა, რომლებიც სათამაშო ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ. როგორც თვითონ იხსენებს, მათში რაინდები და მეფეები დაინახა, რომლებიც ძალაუფლებისთვის ინტრიგებს ხლართავდნენ და ერთმანეთს კლავდნენ. ავტორმა სახელი 1970-იან წლებში სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრის მოთხრობებით მოიპოვა. ფენტეზი სერიის შექმნა აჭერს ტრუბადური. კაი, იყოს როჯერ ზელაზნი. როჯერ ზელაზნი. იქნება ნიუ-ჯერსიში დაბადებული, როგორ ფიქრობთ? ხარიც. არ არის ეს სწორი პასუხი, ანა სამწუხაროდ. არ არის ეს სწორი პასუხი. ვაგრძელებ კარიატიდასთვის. ფენტეზი სერიის შექმნა ტელევიზიაში ცოტა ხნით მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა. ბავშვობის გარდა ავტორი ინგლისის ისტორიით, კერძოდ ვარდების ომით იყო შთაგონებული. ბოლოს გეტყვით, რომ გამოსაცნობი ამერიკელი ავტორის ცნობილი სერიის ეკრანიზაცია HBO მარტინი. ციხე კოშკები და მეფეები იყო. რომელი მარტინი? ჯორჯ მარტინი. ჯორჯ მარტინი, სწორი პასუხია, მეგობრებო, ნამდვილად. ეს არის ჯორჯ მარტინი. ძალიან ბევრი ჟანრი მოიარა, სანამ ფენტეზისთან მივიდო და მე მეტიც ვიცი რამდენიმე ადამიანი, ვისაც მისი sci-fi ნაწარმოებები უფრო უყვარს და უცნაურია იგი, იმიტომ რომ ჯორჯ მარტინი ყველამ ვიცით, მაინც უფრო ყინულისა და ცეცხლის სიმღერით. კიდევ სამი ქულა კარიატიდას, მერვე რაუნდი, ეკრანიზაცია. აჭერს კარიატიდა. ამოკი არის. კაი. კოტე მარჯანიშვილის ამოკი არის. ამას ელოდებოდა 1000 წელი, ეგ არის. ნანახი მაქვს. რას ელოდებოდი 1000 წელი? მოიჭველი? კოტე მარჯანიშვილის ფილმია და შტეფან ცვაიგის მოთხრობა. რა ქვია მოთხრობას? ამოკი შეპყრობილი. სწორი პასუხია, ნამდვილად მე არ ვიცი.
უფრო მოსმენილი. პირდაპირ ვიტყვით, საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელიც აი ესე ამ კადრით იტყვა, ეს კოტე მარჯანიშვილის ამოკიჩეპყრობი. რანაირად იცანით, გახსოვდათ? ხო, არა, მესმის კი და კოტე მარჯანიშვილის გადაღებული ფილმი უკვე ნიშანდობლივი რაღაცაა თავის მხრივ, მაგრამ ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამოცემლობა ინტელექტი. მე-9 რაუნდი, ნაწარმოები. თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები, რომელიც გასული საუკუნის ბოლო დეკადაში შეიქმნა და მალევე მიიქცია მკითხველთა და არა მარტო მკითხველთა ყურადღება. მისი შექმნის იდეა ავტორს მას შემდეგ დაებადა, რაც ლაშქრობის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ სამსახურში ჩალურჯებული მებრძოლთა კლუბია. მებრძოლთა კლუბია, ხო? არა მარტო მკითხველთა და ეკრანიზაციით უფრო ალბათ ცნობილია. ფინჩერის ეკრანიზაციამ, რა თქმა უნდა, ორმაგად გაუთქვა სახელი ჩაკ პალანიკის ამ რომანს. ეს სწორი პასუხია, ეს არის მებრძოლთა კლუბი, მივიდა ჩალურჯებული სახით ჩაკ პალანიკის სამსახურში და არავინ არაფერი შეიმჩნია, არაფერი კითხა და მაშინ დაფიქრდა, რომ თუ ეს ნორმალური მოვლენაა, რომ ჩალურჯებული დადიოდნენ ადამიანები და შეიძლება უბრალოდ იმიტომ, რომ არავინ არ ლაპარაკობს იმ კლუბზე, რომელიც ხალხს სახეებს ულურჯებს. მეგობრებო, 9 რაუნდი გავიარეთ. შესაბამისად, მოდი ვნახოთ კიდევ ერთი შემეცნებითი ვიდეო რგოლი და მერე უკვე ქართული ეტაპით გავაგრძელოთ. შტეფან ცვაიგის ამოკიჩეპყრობელი ავტორის მეგობრის ზიგმუნდ ფროიდის იდეების ლიტერატურული გამოძახილია. ის აჩვენებს, თუ როგორ ინგრევა ადამიანის ცნობიერი მხარე გაუცნობიერებელი, რეპრესირებული ინსტინქტების მოზღვავებისას. სიტყვა ამოკი მალაიური კულტურიდან მოდის და აღნიშნავს ფსიქიკურ მდგომარეობას, უეცარ ბრმას სიგიჟეს, როდესაც ადამიანი კარგავს კონტროლს და განურჩევლად ანადგურებს ყველაფერს თავის გზაზე, სანამ თავად არ მოკვდება. ნაწარმოები არაერთ ენაზეა თარგმნილი და საბოლოოდ უმკვიდრებს შტეფან ცვაიგის ფსიქოლოგიური ნოველის უბადლო ოსტატის სტატუსს მსოფლიო ლიტერატურაში. ვაგრძელებთ წიგნების თაროს, პირველი ქართული რაუნდი. ისტორია. ახლა თქვენ უნდა დაასახელოთ თითქმის 20 წლიანი პერიოდი საქართველოს ისტორიიდან, რომელმაც განსაკუთრებული დაღი დაასვა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ მისი დასრულების შემდეგ მასში თანამონაწილეობის გამო არაერთ პირს იძულებით დაატოვებინეს მაღალი თანამდებობა. საქართველოს ისტორიის ამ სისხლიანი პერიოდის მოქმედ პირად იქცა კომპარტიისა და SSRK-ს პრაქტიკულად ყველა უმაღლესი ხელმძღვანელი. მსხვერპლად კი არა მხოლოდ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, არამედ ყოფილი ბოლშევიკები და რევოლუციონრებიც შეეწირა. ბოლოს გეტყვით, რომ გამოსაცნობი პერიოდის სახელი საბჭოთა კავშირში 1934 წლიდან რა ქვია? მოდი, საბჭოთა რეპრესიებს რა ქვია? დიდი ტერორი. დიდი ტერორი. დიდი ტერორი. საქართველოში დიდი ტერორი. რეპრესია. დიდი ტერორი. ან აჯა, ნუ და გასწორე რამენაირად. რამე გაარო. ეს ორი პასუხია, მეგობრებო, ეს არის დიდი ტერორი, სწორედაც რომ დიდი ტერორი, სტალინური ტერორი, ან სტალინური რეპრესიები შეიცვალა, მაგრამ ოფიციალური სახელი არის სწორედ დიდი ტერორი ამ პერიოდის 1934 წლიდან 1953 წლამდე, როცა დაიწყო უკვე ცვლილებები უბრალოდ თვითონ შიგნით ძალაუფლების ხაზში. ვაგრძელებთ მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. დაასახელეთ ჰიდრონიმი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. იგი სათავეს ზღვის დონიდან 1287 მეტრ სიმაღლეზე. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე იღებს. სიგრძე 12.8 კილომეტრია. აუზის ფართობი კი 43.1 კვადრატული კილომეტრია. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. იოსებ გრიშაშვილის ქალაქური ლექსიკონის თანახმად, ცხეთიდან ეს ადგილი 7 ვერსითაა დაშორებული. შეკითხვის ბოლოს გეტყვით, რომ ამ ჰიდრონიმს ერთი ხალხური ლექსის ხეკორძულა? კაი. ხეკორძულა წყალმისოთ ცხეთა ისე ამეგია, ეგ არის დამიჭრეს ლექსი? ისა ცხეთის სვეტის ხოლის აგებას უკავშირდება. ხო, არა, დიდოსტატის მარჯვენაში არ არის, მაგრამ ეს ორი პასუხია, მეგობრებო, ეს ორი პასუხია. ეს არის ხეკორძულა. დიდოსტატის მარჯვენას წამძღვარებულია. ხო, ეს ხალხური ლექსი. ზუსტად, იმიტომ რომ ეხება იმავე თემას და იმ ლეგენდიდან მომდინარეობს.
ხეკორძულა. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. თქვენ უნდა დაასახელოთ ნამუშევარი, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა. თავის დროზე გამოსაცნობმა ნაწარმოებმა საბჭოთა ცენზურა ვერ გაიარა. მისი ავტორი კი სისტემამ 1973 წელს შრომით გამასწორებელ კოლონიაში გადაასახლა. ეს ნამუშევარი თანამედროვე პოპკულტურაშიც ხშირად გვხვდება. მაგალითად, მისი შთაგონებით არის გადაღებული ლეიდი გაგას კლიპი წვეთი. აუ, ერთი. პროცეულის ფერი. ეს ორი პასუხია, ეს არის პროცეული ფერი. ლეიდი გაგას კლიპში მრავლად ხვდებით ალუზიებს სერგო ფარაჯანოვის ამ ძალიან ცნობილ ფილმზე და ზოგადად დიდი გავლენა მოახდინა კინოზეც, კინოს მხატვრობაზე და ასე შემდეგ. ზოგადი რაუნდების წინაშე აღმოჩნდით და გთხოვთ ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები დარჩით. ანანო, ნიკა, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც ქვეყნიერებას გასული საუკუნის პირველ მეოთხედში მოევლინა. თავდაპირველად იგი ეპიზოდურ როლებს თამაშობდა. თუმცა სახელი Hammer Films-თან თანამშრომლობით გაითქვა. განასახიერა რა ისეთი პერსონაჟები, როგორებიც ფრანკენშტაინის ურჩხული და გრაფი დრაკულა არიან. თანამედროვე კულტურაში იგი კიდევ უფრო ცნობილი ორ ფრენჩაიზში ანტაგონისტი პერსონაჟების გრაფისა და მაგის როლის შესრულებით გახდა. ბოლოს გეტყვით, რომ ეს ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ერთადერთი იყო ბეჭდების მბრძანებლის სამსახიობო შემადგენლობიდან. აუ, ანანო, კაიყოს სერ იან მაკელენი. იან მაკელენი. ეს არ არის სწორი პასუხი სამწუხაროდ. ეს არ არის სწორი პასუხი. ნიკასთვის დავასრულებ ამ შეკითხვას. ერთადერთი იყო ბეჭდების მბრძანებლის სამსახიობო შემადგენლობიდან, ვინც J.R.R. Tolkien-ს პირადად შეხვედრია. დამი 2 1 ვერ გამოვიცანით. არა მაკელენი, არამედ მისი პირდაპირ ვიზავი. ხო, ისა. ხო, სარუმანის. ეს არის სერ კრისტოფერ ლი. კრისტოფერ ლი, მეგობრებო. ერთი უდიდესი ლეგენდარული მსახიობი კინოში. გავაგრძელოთ თამაში. ლუკა, მარიამ, მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. გამოიცანით ის, რასაც სახელი 1996 წელს მომხდარი მოვლენების შემდეგ ეწოდა. ის მაშინ დგება, როდესაც მსხვერპლი ობიექტის ან სამიზნის სტატუსს კარგავს და თავდამსხმელის თვალში ცოცხალი ემოციური ადამიანი ხდება. ამ დროს ადამიანი შინაგანად ებრძვის საკუთარ ქმედებას. ის იწყებს მძევლის მდგომარეობაში საკუთარი თავის ან ოჯახის წევრების წარმოდგენას, რაც დანაშაულის გრძნობას იწვევს. მძევლებს უკეთეს პირობებს უქმნიან, უზიარებენ საკვებს და ათავისუფლებენ კიდეც. ის ამტკიცებს, რომ ადამიანური ემპათია წარმოუდგენლად ძლიერი ინსტინქტია, რომელსაც შეუძლია გაიღვიძოს ყველაზე ექსტრემალურ და ძალადობრივ გარემოში. ბოლოს კი გეტყვით, რომ ამ სინდრომს სახელი სამხრეთ ამერიკულ დედაქალაქში მომხდარი მოვლენების შემდეგ ეწოდა. დამი 2 ლუკა ცდიბეთს ლიმას სინდრომი. ეს ორი პასუხია, ეს არის ლიმას სინდრომი ნამდვილად. ლიმაში მოხდა ასეთი რამ, როდესაც მძევლები აიყვანეს თავდამსხმელებმა და მერე გაუჩნდათ ესეთი ემპათია მათ მიმართ. ეს არის სტოკჰოლმის სინდრომის საპირისპირო მოცემულობა ფსიქოლოგიაში. სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. ნიკა, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. ახლა თქვენ უნდა დაასახელოთ ნაგებობა, რომელიც გასული საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა და სიდიდით მე-4-ია ქვეყანაში. სამოქალაქო ომის დროს სტადიონი დროებით სამხედრო ძალებს დაეთმოდა.
გამოსაცნობ სტადიონს უკავშირდება ერთი საახალწლო ტრადიცია. როცა წლის ბოლო თამაშის შემდეგ გულშემატკივრები მოედანზე ფუმფულა სათამაშოებს ისვრიან და მათ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ჩუქნიან. ბოლოს გეტყვით, რომ ესპანეთის უანდა მეტროპოლიტანო? არა, ვინტი ვისენტე კალდერონი. არა. ნიკასთვის გავაგზავნებ და დავასრულებ შეკითხვას ყურადღებით. ქალაქ სევილიაში მდებარე მოედანი ყოფილი პრეზიდენტის სახელობისაა და აქ საშინაო მატჩებს რეალ ბეტისი ატარებს. 3, 2, 1. რამოს სანჩეს პისხუანი? არა. რამდენი? ეგ სევილია. ეს არის ბენიტო ვილამარინის სტადიონი. ბენიტო ვილამარინის არის, სადაც ბეტისი თამაშობს უშუალოდ. კეთილი, გავიარეთ ზოგადი რაუნდები. მეგობრებო, ეხა შეგვიძლია ვნახოთ კიდევ ერთი შემეცნებითი ვიდეო რგოლი და მერე უკვე ბლიცით დაგიბრუნდებით. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი. 1929 წლის იბერო-ამერიკული გამოფენისათვის სევილიაში ახალი სტადიონი შენდება. არენა ოფიციალურად 17 მარტს ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებების ამხანაგური მატჩით იხსნება. თავდაპირველად მას გამოფენის სტადიონი, ხოლო მოგვიანებით უბნის ელიოპოლისის სტადიონი ეწოდება. 1961 წელს რეალ ბეტისის სტადიონს ქალაქისაგან ოფიციალურად შეისყიდის და სახელს ყველაზე წარმატებული და გავლენიანი პრეზიდენტის ბენიტო ვილამარინის პატივსაცემად არქმევს. გარდა ბეტისისა და ესპანეთის ნაკრებისა სტადიონი 1982 წლის მუნდიალის 2 მატჩსაც მასპინძლობს. თანამედროვე იერსახეს 2017 წელს სამხრეთ ტრიბუნის აშენების შემდეგ იღებს და დღეს ბენიტო ვილამარინის სტადიონზე 60,000-ზე მეტი გულშემატკივარი ეტევა. გრძელდება წიგნების თარო, ტრუბადური და კარიატი დაიბრძვიან გამარჯვების მოსაპოვებლად. ბლიცის ეტაპს მივადექით, მეგობრებო, და ბლიცს ლუკა და მარიამი ითამაშებენ ერთმანეთის პირისპირ. წინ არის კარიატი და ამიტომ მარიამ, დავიწყოთ? დავიწყოთ ბლიცი მარიამთან. დავიწყოთ. სადორი მწერალი იური ანდრუხოვიჩი. უკრაინელი. სწორია, რომ მსოფლიო ომში მონაწილეობდა იოსარიანი. მეორე მსოფლიო. სწორია, გოეთეს რა ქვია ფაუსტის რჩეულს. გრეთხენი. სწორია, ვინ დაწერა დიდი იოსები? გამსახურდია. სწორია, ბიბლიაში ვის შვილია სეთი? ადამი. სწორია, რაგვარი ეგნატაშვილის გოგია? უიშვილი. სწორია, რომელ ქვეყანაში დაიკარგა სარუბრაიერლი? ინდოეთი. სწორია, რომელ საუკუნეში დაიწერა 4-3-2-1? 21. სწორია, რომელი ქართველი წიგნია ოქროს ხანა? ბუღაძე. სწორია, კომიქსების რომელი კომპანიის გმირია ვიჟენი? დისი. მარველი რა ქვია ხელოვნურ მეგობარს იშიგუროსთან? კლარა. სწორია, რაზეა ქალაქი სალონ ბენძესთან? წყალზე. სწორია, რა ქვია მაუგლის მეგობარ ავაზას? ბაგირა. სწორია, ვის ნამდვილი სახელია ჰენრი გოლდშმიტი? კორჩაკი. სწორია, რაინას დაიწერა შეკვდილის წვეთა? პორტუგალიურ. სწორია, 1001 დღამეში ვის ეტრფის ალადინი? ჟასმინს. სწორია, სადორი მწერალია პიერ ბული? ფრანგი. სწორია, ვის ქალიშვილია იფიგენია? აგამემნონი. სწორია, პიუზასთან რა თანამდებობა ეკავა ტომ ჰეიგანს? კონსილიერი. სწორია, ვინ დაწერა სამი ცუკერბერგის სიყვარული? პელევინი. სწორია, რაინას დაიწერა მცველნი გრაალისა? ქართულ. გერმანულ ვინ არის პირველი ნობელიანტი ლიტერატურაში? პრიუდამი. სწორია, ტრიედაში რა ქვია ჰაფლეფავის დამაარსებელს? ჰელგა. სწორია, ბრედბერისა რა პროფესიაა გაი მონტეგი? მეხანძრე. სწორია, ვინ დაწერა ნისლუმფნილის სერია? სანდერსონი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ერთის მხრივ შეიძლება ეს რიცხვი ბლიცში ხშირად დაფიქსირებულა, მაგრამ თაროელებმა იციან, რომ ეს უფრო რთული ბლიცი იყო, ვიდრე ხანდახან არის ხოლმე, ამიტომ ბრავო ყოჩაღ. 23 სწორი პასუხი მარიამ. 23 სწორი პასუხი. მე კი გადავინაცვლებ ახლა ლუკასკენ, რომელიც ასევე ითამაშებს ბლიცს. ლუკა, დავიწყოთ? დავიწყოთ. დავიწყოთ ბლიცი ლუკასთან. დავიწყოთ. სადორი მწერალია სვეტლანა ალექსიევიჩი. შვედი. ბელარუსი, რომელ მსოფლიო ომში მონაწილეობდა ფრედერიკ ჰენრი? პირველ მსოფლიო. სწორია, სერვანტესთან რა ქვია დონ კიხოტეს რჩეულს? სწორია, ვინ დაწერა მიწის ყივილი? ოჯახში. სწორია, ბიბლიაში ვის შვილია ისააკი? აბრაამი. სწორია, სად ჯანყზე მოგვითხრა ეგნატაშვილი? სწორია, რომელ ქვეყანაში იშვილეს სარუბრაიერლი? ინდოეთი. ავსტრალია, რომელ საუკუნეში დაიწერა ნიუ-იორკული ტრილოგია? მე-20. სწორია, რომელი ქართველი წიგნია რუსული არდადეგები? შემდეგი. დეისაძის კომიქსების რომელი კომპანიის გმირია მარსელი მონადირი? სწორია, რა ქვია ხელოვნური ინტელექტს არტურ კლარკთან? ხალხს 9000 რის წიგნს ხვდები თამარ ფოლოდაშვილთან? შემდეგი. ძვლების რა ქვია მაუგლის მეგობარ დათვს? ბალუ. სწორია, ვის ნამდვილი სახელი იოზეფ კორჟენიოვსკი? კონრადი. სწორია, რაინას დაიწერა სიკვდილი კრედიტით? ფრანგულ. სწორია, 1001 დღამეში ვის ხვდებით 40 ყაჩაღთან ერთად? ალიბაბა. სწორია, სადორი მწერალია სტანისლავ ლემი? რუსი. პოლონელი, ვისი ქალიშვილია კასანდრა? შემდეგი. პრიამოსის პიუზასთან რა თანამდებობა ეკავა პიტერ კლემენზას? დონი. კაპო რეჟიმე, ვინ დაწერა პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა? შემდეგი. დიკმა რანაის დაიწერა ჩაკლული სული? ქართულ. გერმანულ, ვინ არის პირველი ქალი ნობელიანტი ლიტერატურაში? ლაგერლოფი. სწორია, პორტრეტაში რა ქვია რეივენკლოს დამაარსებელს? როვენა. სწორია, კისტა რა პროფესიაა რეჩედი? ექიმი, მედდა. სწორია. დრო ამოიწურა.
გამოიწვია და ლუკამ დააგროვა 14 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები ლუკას და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ ანგარიშით 51-ით 20 კარიატი და მეორე გამარჯვებას იწევს უკვე აქტივში, გრუპულ სეზონში და ესე ვიტყოდი, კარგი შანსია რომ გახვიდეთ ქვე ჯგუფიდან, მეგობრებო. ყოველ შემთხვევაში წარმატებებს გისურვებთ და კარგად თუ მოინდომებთ, შეინარჩუნებთ ამ შანსს შემდეგ თამაშით. აპლოდისმენტები კარიატიდას. ჯერჯერობით ომახიანად მიდიან წინ და აგრძელებენ მაყურებლისთვის იმის დამტკიცებას, რომ ბევრი რამე შეუძლიათ ამ სეზონში. მეორე მხრივ მოდით აპლოდისმენტებით გავამხსნელოთ ტრუბადური. ისევ ეს სიტყვები უნდა ვთქვა სამწუხაროდ, მაგრამ მარცხ ხდება ეს გუნდი, მიუხედავად მისი დიდი პოტენციალისა. რა გაიწყობა? როგორ განუგეშოთ ამ შემთხვევაში არ ვიცი, გული არ გაიტეხოთ უბრალოდ. მაყურებელს დავემშვიდობები, გეტყვით რომ ერთმანეთს შევხვდებით კლავაც წიგნების თაროში, თქვენ უყურეთ ჩვენ შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას ანბან განდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო ენვინზენთან გელოდები ჩვენთან ანბან განდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო ენვინზენთან გელოდები ჩვენთან ანბან განდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო ენვინზენთან გელოდები ჩვენთან ანბან განდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო ენვინზენთან გელოდები ჩვენთან ვერ მასწავლი ჭკუას მასწავლი ჭკუას